კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაესტროს ახალ ამბებს უყურებთ 3 საათზე და ამავე დროს უსმენთ ტალღაზე FM 94.7 სტუდიაში ხატია ხოთაძე განაგრძობს მუშაობას. ვალერი გელბახიანი კი საქართველოს სომხეთის საზღვრიდან პირდაპირ გლდანის მერვე საპყრობილეში გადაიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრეს ნიუს გელბახიანის ვაჟმა ირაკლი გელბახიელმა განუცხადა, რომელიც დაკავების დროს მამასთან ერთად იმყოფებოდა. მისი განცხადებით ვალერი გელბახიანმა კვირას გადაწყვეტა, რომ სამართალდამცველებს ჩაბარებოდა. დღეს დილის 10 საათზე კი უკვე საზღვარზე იყო და პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა. გარდა ამისა, მას პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის იმედი აქვს. ირაკლი გელბახიანი აცხადებს, რომ პირადად მას სამართალდამცველებთან პრობლემა არ ქონია. მისივე განცხადებით, დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს და დადასტურდეს ის აღმკვეთი ღონისძიება, რომელიც უკვე ძალაშია და პატიმრობას გულისხმობს. როგორც ირაკლი გელბახიანმა განმარტა, სასამართლომ უარი უთხრა იმ პირებს, რომლებიც ვალერი გელბახიანს თავდებად უდგებოდნენ. ლალი გელბახიანი კი მეუღლის დაკავების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. აცხადებს, რომ ქმრისგან ბოლო რამდენიმე დღეა არაფერი სმენია და დღეს დილით პრესიდან შეიტყო, რომ გელბახიანი საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. რამდენად გიყიდა ამ ურიამ, იყოთ შემათხება, სწორედ ამ შეძახილებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით კი ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის პირველი ნაწილით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 2 თებერვალს გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა. 4 თებერვალს კი მის მიმართ ძებნა გამოცხადდა. დღეს ვალერი გელბახიანი სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გადმოკვეთის დროს დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით კი დადგინდა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და დასამხობად. კერძოდ, ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა შეთქმულების გზით დაემხოთ საქართველოს ხელისუფლება. აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ვალერი გელბახიანის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. დაკავების შესახებ ინფორმაცია გიორგი თარგამაძის ოჯახის წევრებმა აცნობეს. მისი განცხადებით, გელბახიანი საქართველოში 5 წლის შემდეგ ავადმყოფი დედის მოსანახულებლად მოდიოდა. მისივე თქმით, გელბახიანი გამოძიებასთან თანამშრომლობისათვის მზად არის. ქრისტიან-დემოკრატები კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მზად არიან მას თავდებში ჩაუდგნენ და ხელისუფლებას ისედაც პოლიტიკური საქმის კიდევ უფრო გამძაფრებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ. არანაირი წინაპირობა არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დაეკავებინათ ადამიანი, რომლის მიმართაც სასამართლო განაჩენი არ არსებობს, იგი არ არის ცნობილი დამნაშავედ, აცხადებს მზადყოფნას სასამართლოსთან თანამშრომლობის და პირიქით მე მიმაჩნია და სრულიად ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს მისი საქართველოში ყოფნით და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით. ამიტომაც პოლიტიკური თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ ეს არის ვალერი გელბახიანის მიმართ 4 წლის განმავლობაში ნაციონალური ხელისუფლებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება. ეს არის მუხანათობა, ეს არის არაჰუმანური საქციელი, როდესაც შვილს ძიმიავად მყოფი დედის ნახვის საშუალებას არ აძლევენ. სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივახციოთ მისი თავდებით გათავისუფლებას. ვალერიან გელბახიანს თავდებში ლეიბორისტული პარტიაც უდგება. ამის შესახებ კახა ძაგანიამ განაცხადა, მისი შეფასებით გელბახიანი საქართველოს პრეზიდენტის პირადი პატიმარია. გელბახიანი არის სააკაშვილის რეჟიმის და თვითონ სააკაშვილის უკანონო პატიმარი. ჩვენ თვლით, რომ ის არის პოლიტიკური პატიმარი და ამიტომ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს განთავისუფლებელი და თუ საჭირო არის, ჩვენ თავდებშიც ჩაუდგებით მას. შიდა ქართლში კი თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერი სელგუჯა მახარაშვილის, ასევე ჯაბადა აკაკი ელიაშვილების აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა სასამართლომ და მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ მათი მოთხოვნა გირავთი გათავისუფლების თაობაზე იმ მოტივით არ დააკმაყოფილა, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლებელია გამოძიებისათვის ხელი შეეშალა. ადვოკატმა რევაზიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ არ არსებობს დაკავებულებისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესაბამისი საფუძველი და სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს. თავისუფალი დემოკრატების მხარდამჭერების პროცესი 2 აპრილს გორში გაიმართება. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი პირები აკაკი ელიაშვილი, ჯაბა ელიაშვილი და ელგუჯა მახარაშვილი
პარალელურად შერაცხულ ქმედებას არ აღიარებენ, თავს მიიჩნევენ უკანაშაულოდ. სასამართლომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს შეუფარდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. წარმოუდგენელი შუამდგომლობა, რომელიც წარმოადგენდა პროკურატურამ ბრალდების მხარემ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელი იყო აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გამოყენება, იყო პრინციპში დაუსაბუთებელი, იმიტომ რომ ფაქტობრივად არ საბუთდებოდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლო ვერ წარმოადგენდა ვერანაირი ინფორმაცია ან შესაძლო მტკიცებულება ან ფაქტი, რაც თავარია ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სახელმწიფო ბიუჯეტში 95,848 ლარის გადარიცხვა მოუწევს, ქართულ ოცნებას კი შემოწირულობის სახით მიღებული 20,000 ლარის გადამრიცხველისათვის დაბრუნება. ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატამ პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემები აღმოაჩინა. როგორც პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მართველი გუნდიც წლიური დეკლარაცია კანონის მოთხოვნის დაცვით არის წარდგენილი, თუმცა შემოწირულობების შესწავლის შედეგად კონტროლის პალატას გაუჩნდა ეჭვი, რომ თანხის გადარიცხვა ერთი შემომწირველის ორგანიზებით რამდენიმე პირის გამოყენებით ხერხდებოდა. ნათია მოგელაძის განცხადებით, რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ქართულ მშენებელში მომუშავე პირ ნუგზარ ხუციშვილზე პრემიის სახით 40,000 ლარი გაიცა, რაც მისი 4 წლის ხელფასში ადგენს. ამ თანხიდან 20,000 ლარი კი სამ დღეში მან ქართულ ოცნებას შემოწირულობის სახით გადაურიცხა, რასაც კონტროლის პალატა კანონის გვერდის ავლად მიიჩნევს და ქართულ ოცნებას თანხის დაბრუნებას ურჩევს. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, ხოლო შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე. საქართველოს კონტროლის პალატა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აძლევს წინადადებას კანონის სულისკვეთების და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ჩვენს მიერ პრობლემულად მიჩნეული შემოწირულობა 95,848 ლარის ოდენობით გადარიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა. ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ქართულ მშენებელში მომუშავე პირზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომელიც მოკლე ხანში შეტანილი იქნა ქართული ოცნების ანგარიშზე შემოწირულობის სახით. სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვების გვერდის ავლის მცდელობა და შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იწვევს შესაბამის სანქციებს, პარტიის დაჯარიმებას, ასევე შემოწირული თანხის გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში და ასევე გვაქვს ვარაუდი საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ხვალ 12 საათზე კი პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების პრეზენტაცია შედგება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ახალ წევრებსა და ახალ სახეებს წარუდგენს საზოგადოებას. ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებით ეს კანონი დემოკრატიის განვითარებას აფერხებს და ივანიშვილი იმ პეტიციას მიესალმება და ემხრობა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეიტანეს. ხვალ 12 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუში შედგება პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების პრეზენტაცია. ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მედია ორგანიზაციების მიერ პარლამენტში შეტანილ პეტიციას და საკანონმდებლო წინადადებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთობლივ ძალისხმევას შედეგი ექნება და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ პროცესში ჩართულია ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომათ მხარს უჭერენ მედია ორგანიზაციები და აი აქ ამ ტრიბუნიდან მინდა ასევე გამოვხატო ქართული ოცნების მხარდაჭერა ამ ინიციატივის მიმართ. თებერვალს იმედის 8 საათიან ქრონიკაში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ბრალს დებდნენ თედო ჯაფარიძეს ლამის სამშობლოს ღალატში. ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ ეს არის სიცრუის ტირაჟირება. სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რომ გუშინ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მხარი აუба იმ დეზინფორმაციას, რომელიც მოგვაწოდა იმედმა და ხელი შეუწყო იმავე სიცრუის ტირაჟირებას, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავენ ნაციონალური არხები.
ბიძინა ივანიშვილი ყველა იმ ძალასთან ითანამშრომლებს, რომელიც ხელისუფლების შესაცვლელად იბრძვის, თუმცა ეს პოლიტიკური პროცესია და რომელ ძალასთან თანამშრომლობის რა ფორმატი განისაზღვრება, ამ ეტაპზე არ დაზუსტებულა. ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციასთან პარტნიორობის შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს პოლიტიკური კოალიციის საბჭოს წევრმა ნინელი ჭანკვეძაძე მაიტივის პრესკლუბში უპასუხა. ქვეყანა საფრთხის წინაშე კი არ დგას, უკვე უფსკრულის წინაშე დგას და პატარა ბიძგი და შეიძლება მთელი ქვეყანა გადაიჭერხოს ამ უფსკრულში. ყველა ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ შეუძლია რამე საკეთილდღეო გააკეთოს, გადაარჩინოს ეს ქვეყანა, უნდა გაერთიანდეს ერთ ძალაში, რომ ჩვენ ამომრჩეველს ძალიან მარტივად ჰქონდეს ასარჩევი, შავი და თეთრი. რა ურჩევნია გადარჩენა ქვეყნის თუ ქვეყნის დაღუპვა. ბატონი ბიძინა არ გამორიცხავს არც ერთ ძალას, რომელიც ღირსეულად, მამაცურად, თავ გამოდებით და რაც მთავარია, ძალიან პრინციპული იქნება ამ საკითხში. შავი და თეთრი. რა არის გადასარჩენი და რა არის, ასე ვთქვათ, მოსაშორებელი. ასე რომ ეს პროცესი გრძელდება და სულ არ გამეკვირდება, რომ უახლოეს ხანში თქვენ იგივოთ იხილოთ, იმიტომ რომ მე ვიცი მისი დამოკიდებულება თვითონ პირადად ძმების მიმართ, რომელიც არაერთხელ აღუნიშნია, რომ ძალიან სიმპათიურად არის მათ მიმართ განწყობილი. და იცნობდა უფრო ადრე ნინო ბურჯანაძესთან და ეს შეგიძლია თვითონ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს კითხოთ, არასოდეს არ მქონია არანაირი ურთიერთობა, არასოდეს მასთან ერთად არ ყოფილვარ არც სახალხო კრებაში მონაწილე, ეს ჩემი პრინციპული მოსაზრებაა ქალბატონ ნინოსთან დაკავშირებით. მან ეს მშვენივრად იცის. დიახ, 7 ნოემბრების მერე მე ვთვლი, რომ ქალბატონ ნინოს რასაკვირველია ვერავინ ვერ აუგრძალავს პოლიტიკაში ყოფნას და უფრო მეტიც მე ვთვლი, რომ ბევრი ნაციონალური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ის ნამდვილად შემდგარი პოლიტიკოსია, ძალიან ბევრი რამე იცის და პროფესიონალია, ბევრისგან განსხვავებით ვამბობ, მაგრამ მე მას ბევრ რამეში არ ვეთანხმები. ლეიბორისტები კი ევროკავშირს, ეუთოს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს სპეციალურ მიმართვას უგზავნიან და საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე რეაგირებას მოითხოვენ. მათი აზრით, ეს ცვლილებები საარჩევნო სუბიექტებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ამაზე რეაგირება აუცილებელია. საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი სააკაშვილი, მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით ამზადებს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მასობრივ ფალსიფიცირებას. ამ მიზნით მობილიზებულია მთელი სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატი. წინა პერიოდში ყველა გაყალბება ხდებოდა სწორედ თქვენი მეთვალყურეობის ხელშეწყობითა და დასტურით. თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, შეგიძლიათ მომავალ არჩევნებზე მეთვალყურეობის არ მოავლინოთ. მათ გარეშეც კარგად იქნება შედეგები ფალსიფიცირებული. პარტია თავისუფალი საქართველო კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს კიდევ ერთხელ აპროტესტებს და მას დისკრიმინაციულს უწოდებს. ალექსანდრე შალომბერიძის განცხადებით, დეკემბრის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მოქმედ პოლიტიკურ საარჩევნო სუბიექტებს მმართველ პარტიასთან შედარებით უმძიმეს და არათანაბარ პირობებში აყენებს. თავისუფალი საქართველო მიიჩნევს, რომ ასეთ რთულ ვითარებაში ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი რეალური ოპოზიციური ძალების ერთიანობაა საჭირო. აუცილებელი არის გაერთიანებული ბრძოლა იმ საარჩევნო კანონმდებლობის წინააღმდეგ, რომელიც მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის გაპრემიერებაზე და ნაციონალური და მისი სკამის გამყარებაზე. ჩვენი დღევანდელი მიმართვა არის გაგრძელება იმ პოზიციისა, რომ გაფართოვდეს პოლიტიკური პარტიების წრე და ერთიანი ძალებით მოვახდინოთ ზეწოლა ხელისუფლებაზე და დავიწყოთ ბრძოლა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო მოძრაობა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლი კი ახალი ინიციატივით გამოდის, რომელიც ევროპაში ქართული სახლების დაფუძნებას გულისხმობს. ინიციატივა და საერთაშორისო პროექტი მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში სამუშაო ფორმატში სხვადასხვა ქვეყანაში წინასწარ შექმნილი სამუშაო საინიციატივო ჯგუფების მიერ იქნება განხილული. ნესტან კირთაძის განცხადებით, თავდაპირველად ქართული სახლები სავარაუდოდ გერმანიასა და ბელგიაში დაფუძნდება და ეს იქნება ეროვნული პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებელი იქნება. ევროპაში ქართული სახლების დაფუძნება, რომელიც არის თანმიმდევრული და მიზანმიმართული პროექტი, რათა ქართული სახლები ევროპაში და მთელს მსოფლიოში იქცეს საქართველოს ეროვნულ სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებლად.
ისინი გახდნენ ლობი ქართული სახელმწიფოსათვის და დაიწყონ სხვადასხვა მიმართულებებით მოღვაწეობა მათ შორის უწინარეს ყოვლისა ინვესტიციების მოზიდვისათვის, ქართული ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ორმხრივი თანამშრომლობისათვის, რეალური სამუშაო ადგილების ხელშეწყობისათვის. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების პეტიციას კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ბათუმში 18 ორგანიზაცია შეუერთდა. პეტიციაზე დღეს კიდევ 25 ხელმოწერა აღინიშნა, 24 თებერვალს კი კამპანიის ეს შენ გეხება ფარგლებში საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად აქცია ბათუმშიც გაიმართება. საქართველოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით პეტიცია 13 თებერვალს გაავრცელეს, 17 თებერვალს კი ის საკანონმდებლო წინადადებასთან ერთად პარლამენტში შეიტანეს. ის ფაქტი, რომ შესაძლოა თუ ვთქვათ პოლიტიკურ პარტიას ან პოლიტიკოს მოთხოვ დახმარებას, ამის გამო შესაძლოა ადამიანი დააპატიმრონ, ეს არის აღმაშფოთებელი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ჟურნალისტისთვის და ამიტომაც გადავწყვეტე, რომ ამ პეტიციას მოვაწერო ხელი. პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება. ეს ცნება იმდენად ფართოა და იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივობა თავისუფლად შეიძლება მოაზრებულ იქნას როგორც პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირის საქმიანობა და ამისათვის შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დაუწესდეს. ეს არის გრანტის მიღების უფლება, რაღაც შემოსავლის მიღების უფლება, სესკის აღების უფლება და ასე შემდეგ. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ კი ჟურნალისტებს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია და ქარტიის მდივანი დავით კლდიაშვილი წარუდგინათ. აღმასრულებელი დირექტორი საბჭოს ყოველდღიურ საქმიანობას უხელმძღვანელებს, ქარტიის მდივნის ფუნქცია კი საბჭოში შესული განცხადებების გაცნობა და შემდეგ საქმიანობაში მონაწილეობა იქნება. ქარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ახალი ოფისიც დაათვალიერებინა, დღეიდან საბჭო კალისტრატე ცინცაძის 7 ნომერში იმუშავებს. ზვიად ქორიძემ მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე წლის გეგმაც გააცნო. დღეიდან საბჭოს ცდილობები გაიმართება აქ, ჩვენს ოფისში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ არის ასეთი სივრცე, სადაც მათ აუცილებლად ყოველთვის ელოდებიან, სადაც ყოველთვის სიამოვნებით შეხვდებიან, სადაც ისინი თვითონვე იქნებიან მასპინძლები და სადაც მუდმივად იქნება სემინარები, ტრენინგები და საუბრები ეთიკურ ჟურნალისტიკაზე. კომუნიკაცია უნდა დამოყარო ყველა წევრთან აუცილებლად. ანუ ორმხრივი უნდა იყოს სავალდებულოდ ეს პროცესი, იმიტომ რომ თვითონმა წევრმა იგრძნოს, რომ ამ ქარტიის წევრობა მათთვის არის დადებითი მოვლენა და არა ის, რომ უბრალოდ წევრები არიან. მეორე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება სტუდენტ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და სტუდენტ ჟურნალისტების დაკავშირება ქარტიის წევრ ჟურნალისტებთან და ურთიერთგამოცდილების გაზიარება. პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე კი ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერის დარიგება მიმდინარე კვირაში დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ნიკა გილაურის თქმით, ელექტროენერგიის ვაუჩერს 1,200,000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს, რისთვისაც მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან ჯამში 25 მილიონი ლარი გამოიყოფა. გილაურის განმარტებით 20 ლარიანი ვაუჩერის პრინციპი იგივე იქნება, რაც გასულ წელს. ელექტროენერგიის ვაუჩერის დარიგებაზე პასუხისმგებლობა პრემიერმა ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ჩააბარა. პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ელექტროენერგიის ვაუჩერის პროგრამა. ეს ვაუჩერის დარიგება დაიწყება ამ კვირასვე. ყველა ოჯახს მიუვა ესეთი ვაუჩერი, ეს არის 20 ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი და თუ გახსოვთ ჩვენ გასულ წელსაც იგივე ტიპის პროგრამა განვახორციელეთ, ზუსტად იგივე პრინციპი იქნება დაცული წელსაც. დაახლოებით 1,200,000 ოჯახზე მეც დაურიგდება ასეთი ტიპის ვაუჩერი და ჩვენს თანამოქალაქეებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ და შეუმსუბუქდებათ ელექტროენერგიის გადახდა ამ პერიოდის განმავლობაში. ყველა ოჯახს ექნება საშუალება ამ ვაუჩერით დაეხმაროთ ოჯახს, რომელიც მასზე უფრო უჭირს და ეს იქნება საშუალება, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა სოლიდარობის ნიშნით გადავცეთ ვაუჩერი ოჯახს, რომელსაც უფრო მეტად უჭირს, ამის საშუალებასაც იძლევა ვაუჩერი. ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული იქნება ყველა აქტიური აბონენტის სია, რისი გამოცდილებაც ჰქონდა გასულ წლებში და ყველა ოჯახი ბუნებრივია უკლებლი მიიღებს. ამაზე პასუხისმგებელი იქნება სოციალური მომსახურების სააგენტო, ასევე გვექნება კომუნიკაციის რამდენიმე არხი, მათ შორის ცხელი ხაზი, ოფისები რაიონული, სადაც ნებისმიერი წარმოშობილი პრობლემაზე მოსახლეობას ოპერატიულად და
ვფიქრობთ, მოემსახურებით იმისაც, რომ ასეთი ოჯახი არ დარჩეს ვაუჩერის გარეშე. პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კი პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლის დეტალებს შეათანხმებენ. დღესვე გაირკვევა მიხეილ სააკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის კონკრეტული თარიღი და ის შედგება თუ არა დებადი. რეგლამენტის თანახმად პარლამენტი პრეზიდენტისაგან ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. მოხსენების შემდეგ კი 2 საათიანი შესვენება ცხადდება, შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები იწყება, რომელთა ხანგრძლივობასაც პარლამენტის ბიურო ადგენს. ყაზახეთში მანგისტაუსკის ოლქში დიდთოვლობის გამო 3 ქართველია ჩარჩენილი. ამის შესახებ საქართველოს ელჩი ყაზახეთში პაატა კალანდაძე იუწყება. მისი ცნობით მანგისტაუსკის ოლქში შეტბეს რაიონში დიდთოვლობის გამო ქართველი მძღოლი იმყოფება, თუმცა ის უსაფრთხო ადგილზეა და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მას საკვებისა და ძილის საშუალებაც აქვს, ქოიავას ყოველდღიური კავშირი აქვს ოჯახის წევრებთანაც. ამას გარდა ელჩის განმარტებით ამავე ოლქში ბინეოს ტრასის მონაკვეთზე კიდევ 2 ქართველი იმყოფება. ისინი უკვე მეხუთე დღეა დიდთოვლობის გამო გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მანგისტაუსკის ოლქში უზბეკეთის საზღვართან 70-100 კილომეტრში უკვე მეოთხე დღეა 100 სატვირთო მანქანაა გაჩერებული. ჩვენი საელჩოს ინფორმაციით ჩვენ ვართ მათთან ხაზზე, ვიცით რომ მიმდინარეობს სამუშაოები და ოპტიმისტური პროგნოზია იმის თაობაზე რომ უახლოეს საათებში უნდა მოხდეს წესით გზის გაკვალვა და ასე ვთქვათ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა, თუმცა ჩვენი იმედი გვაქვს რომ უახლოეს საათებში კიდევ დამატებით ინფორმაციას მივიღებთ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მშობიარეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექიმების ადეკვატურობა დგინდება. ამას გარდა ანდრია ურუშაძის თქმით სამედიცინო დაწესებულების შემოწმებაც მიმდინარეობს. პროფესიული რეგულირების ჯგუფი კი ჯანდაცვის მინისტრს ანგარიშს 2 დღეში წარუდგენს. პირველი კლინიკური საავადმყოფოს სამშობიარო ბლოკში 26 წლის მშობიარე ნინო მარტოიანი გარდაიცვალა. მისმა მკურნალმა ექიმმა კი თვითმკვლელობასა და დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. თავის მხრივ ექიმის ახლობლები აცხადებენ, რომ მშობიარობის დროს პაციენტის ოჯახის წევრები ექიმს მუშაობაში ხელს უშლიდნენ. მიმდინარეობს შესწავლა როგორც კონკრეტულად ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის, რამდენად ადეკვატური იყო მკურნალობა, რამდენად იყო კონკრეტული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო შესწავლები მკურნალობის განმავლობაში და მეორე ეს არის თვითონ დაწესებულების შესაბამისობა სანებართო პირობებთან. კონტროლი მოითხოვს მათ შორის რომ რამდენად ჩვენი მოთხოვნები კონკრეტული დაწესებულების მიმართ იყო დაცული და ხო არ იყო ეს სწორედ მიზეზი იმისი რომ ოპერატიულად და დროულად ვერ მოხდა პაციენტისათვის დახმარების გაწევა. მათ შორის ინტენსიური მკურნალობა, მათ შორის ყველა ის დახმარება რაც აუცილებელი იყო კონკრეტული მომენტისთვის რომ პაციენტი ქუთაისში კი სოხუმიდან გადმოყვანილი პაციენტი მკურნალობს. 26 წლის შოთა ეთერია გუშინ სოხუმიდან ქუთაისის კატასტროფის ცენტრში მოათავსეს. ცენტრის მედიკოსთა განცხადებით ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობა კი დადებითი დინამიკით მიმდინარეობს. დიაგნოზი აქვს ნაჩვენები ჭრილობა არის ბეჭისარეში მარცხნივ პნევმოთორაქსი. ადგილზე აღმოჩნდა დახმარება ოთარ მარშავას მიერ, ჩვენი ექიმიესიც. შემდეგ ჩვენს მიერ იქნა გადმოყვანილი სტაციონარში. შემდგომი გამოკვლევები უტარდება, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, გამოძახებული გულკვეთის ქირურგი, რომელიც გაუკეთებს სათანადო დახმარებას და ყველაფერი კარგად იქნება. მდგომარეობა სტაბილურია. სოხუმის პორტში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების პროცესში კი თურქეთში საქართველოს საკონსულო ჩაერთო. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე დეტალებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ქართული მხარე მათ გასათავისუფლებლად ყველა შესაძლებელ ხერხს გამოიყენებს. გემის მეპატრონე კი საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლებს დღეს სტამბოლში უნდა შეხვდეს და მეზღვაურების კომპენსაციის საკითხი განიხილოს. ქართველი მეზღვაურები უკვე მე-10 თვეა ხომალდზე იმყოფებიან, მათი ახლობლების განცხადებით უმძიმეს პირობებში მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღეა მათ საწვევი და საკვები მიეწოდებათ, ხელფასი კი ამ დრომდე უშედეგოდელიან.
ჩვენი გენსაკონსულო სტამბულში არის ძალიან აქტიურად ჩართული ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ აქ ამწყაროდ იღებს ინფორმაციას ჩვენ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებთ იმდენად რამდენადაც კონკრეტული ინფორმაცია თუ ამ ეტაპზე უბრალოდ ამ ეტაპზე მაინც სპეკულაცია მოგვიწევდა რომ კონკრეტულად ვთქვათ თუ როდის და როგორ მოხდება მათი გათავისუფლება თუმცა დანამდვილებით გეტყვით რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული და ცდილობს რომ ყველა შესაძლო გზა როგორც ოფიციალური ისე არაფორმალური გამოიყენოს იმისათვის რომ ეს ზღვაურების გათავისუფლება მოხდეს სწრაფად ცხინვალის ოპოზიციის ლიდერი სალაჯიევას მხრიდან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში ქართული მხარეს საკითხს სიფრთხილით მოეკიდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. არ გამორიცხავს მოითხოვს თავშესაფრს. მე სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ, ნებისმიერ შემთხვევაში ვადევნებთ თვალყურს და მივიღებთ ცნობაც როგორ განვითარდება მოვლენები მათ შორის ამ ქალბატონთან მიმართებაშიც, თუმცა თავისთავად ალბათ გასაკვირი არ არის მას შემდეგ რაც პროცესები ისე განვითარდა როგორც განვითარდა, რომ მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრებ მოსახლეობას და ქალბატონ ჯიევასაც რუსეთის მიმართ სულ უფრო მეტად სკეპტიკური განწყობა უჩნდებათ და შესაბამისად მაშინ როდესაც საუბარია იმაზე რომ ვინმე პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს, ბუნებრივია რომ ეს ის ქვეყანა არ იქნება, რომელიც არის რუსეთი და რომლისგანაც უმთავრესად მომდინარეობს საფრთხე და ჩვენ მივესალმებით, რომ ამას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამასობაში ადამიანები აცნობიერებენ. როდის შეუდგება ოფიციალურ საქმიანობას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში ჯერჯერობით უცნობია საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით პროცესი დროში გაწერილია, თუმცა მოქმედი ელჩი მოვალეობებს დროის ამოწურვამდე შეასრულებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ახალ კანდიდატურად რიჩარდ ნურლანდი დაასახელა. ის 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესში მონაწილეობდა, 90-იან წლებში კი მოსკოვში შტატების საელჩოში მუშაობდა. 57 წლის ნურლანდი გამოცდილი დიპლომატია, ის სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა. 2007-დან 2010 წლამდე შტატების ელჩი იყო უზბეკეთში, ასევე შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქაბულსა და ლატვიაში. 2002-2003 წლებში კი ავღანეთში მოღვაწეობდა, მიჰყავდა ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საკითხები. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად შტატების კანონმდებლობის მიხედვით კანდიდატურებს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს და უკვე ამის შემდეგ ისინი დამტკიცდებიან. ძნელი საქმეა კონკრეტულად როდის შეუდგება ახალი ელჩი თავის საქმიანობას, იმდენად რამდენადაც ეს არის დროში საკმაოდ გაწელილი პროცესი, იმდენად რამდენადაც მთელი რიგი ბიუროკრატიული საფეხურები არის გასავლელი. რეალურად ეს წარმოადგენს ჩვეულ როტაციულ ციკლს. მოქმედ ელჩს ჯონ ბას საქართველოში ჯერ კიდევ ამ წლის ზაფხულამდე ვადა არ ეწურება თავისი როტაციის, შესაბამისად მანამდე ბუნებრივია არავითარ ცვლილებებს ადგილი არ ექნება, როგორც ეს უკვე გაცხადებულ იქნა, მას მოეწურება თავის საროტაციო ვადა. შემდგომ უკვე წარდგენილი ახალი კანდიდატურის განხილვა მოხდება შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცების შედეგად. მას შემდეგ რაც პრეზიდენტის წინადადება გაზიარებულ იქნება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, მას შემდეგ მოხდება უკვე ოფიციალური მომართვა. ისრაელში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი დაუნეტარესი ილია მეორე ქართველ სასულიერო პირებთან ერთად ბეთლემში მაცხოვრის შობის ტაძარში დღეს წირვას აღავლენს. დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია წმინდა ილია წინასწარმეტყველის მონასტერსაც მოილოცავს და იმთა სინახულებს, სადაც სინაზე მიმავალმა წმინდა ილია წინასწარმეტყველმა ღამე გაათია. 21 თებერვალს კი საქართველოს პატრიარქი მთავარ რაბინებს შეხვდება, ასევე გოდების კედელს მოინახულებს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ქალაქ ლუდში მიემგზავრება წმინდა გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც ედრებელ პარაკლის შეასრულებენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი დაუნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციასთან და მრევლთან ერთად წმინდა მიწის მოსალოდად ისრაელში 16 თებერვალს გაემგზავრა და საქართველოში 25 თებერვალს ბრუნდება. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრისა და ქიმიოთერაპიული კლინიკის მოწვევით საქართველოში იაპონიის დელეგაცია იმყოფება, რომელსაც იაპონიის ჯანდაცვის დივიზიონის დირექტორი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში უკვე ჩატარდა კონფერენცია და საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს, კლინიკასა და იაპონურ მხარეს შორის მემორანდუმი გაფორმდა. იგეგმება ასევე კონსულტაცია ქართველი პაციენტებისათვის და კლინიკისა და იაპონელი ექიმების ტელევიდეოხიდების ჩატარებისა და დიაგნოზირების დეტალების განხილვა და ულტრათანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნა. საზღვარგარეთ მკურნალობის ცენტრს მემორანდუმი 14 ქვეყნის 100-ზე მეტ კლინიკასთან აქვს. ჩვენი იმედია რომ ჯერ ერთი პირველი ტექნოლოგიების კუთხით თვითონ სემინარი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის უახლესი მეთოდები, ჩვენ ქართულ მედიცინას დაეხმარება. მეორეც ჩვენ გუშინ გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ქართველი პაციენტების მკურნალობას ყოველგვარი წინაპირობის და გართულებების გარეშე, როგორც ადგილზე იაპონიაში, ასევე დისტანციურად ჩვენი ქიმიოთერაპიის კლინიკის მეშვეობით. იაპონური მედიცინა ჩაკეტილი იყო ძირითადად მხოლოდ ქვეყნის შიგნით მყოფ მოსახლეობას ვმკურნალობდით. ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან დავიწყეთ თანამშრომლობა. აღმოჩნდა, რომ იაპონიაში ბევრი ქართველი პაციენტი გვყავს. სწორედ ამიტომ დავინტერესდით საქართველოთი. ახალი მიდგომები ბრალდებულ არასრულწლოვანებთან მიმართებაში ამ სახელწოდებით კონფერენცია დღეს სასჯელ აღსრულების მინისტრმა გახსნა. ხათუნა კალმახელიძის თქმით, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდებისათვის დანერგილი ახალი მეთოდების მთავარი დანიშნულება არასრულწლოვანთა ზოგად საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურად ორგანიზება, ასევე მათი პროფესიულ სწავლებასა და სპორტულ აქტივობებში ჩართვა. კონფერენციას განათლების მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი ესწრებოდნენ. გეგმაში არის სრულიად ახალი მიდგომის დანერგვა ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ, მათ მიმართ განათლების მიღების უწყვეტობის უზრუნველყოფა, პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულობა, სპორტული ღონისძიებები და ასე შემდეგ. ეს იქნება სულ სხვა, სულ ახალი მიდგომა. ჩვენ წელს ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც გულისხმობს, რომ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ექნებათ ამ ბავშვებს, მარტივად რომ თქვათ, მათ ექნებათ საშუალება, რომ დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ. როკი ძალადობის წინააღმდეგ ამ სახელწოდებით კი როკ კლუბში აქცია კონცერტი გაიმართა. საღამოს ორგანიზატორი და ფინანსური მხარდამჭერი შალვა რამიშვილის სტუდია იყო. კონცერტს აქციის სახეც ჰქონდა, მის მონაწილეთა შორის კი სხვადასხვა როკ ჯგუფთან ერთად ვაკის პარკი და რუბი კუხიანიძე. ეკა ლემონჟავა იცით, მეცახელად როკერა, არშემდგარი აგენტი. ჩემი გადაცემის წყალობით და მაესტროს წყალობით და ყველა იმ დამოუკიდებელი მედია საშუალების წყალობით, რომელმაც ეს ამბავი გააშუქა, ის გახდა უკვე პოპულარული და ჩვენ გადაწყვეტთ მე და ეკამ რომ გავკეთებინა როკ აქცია, როკი ძალადობის წინააღმდეგ. და ეს როკ აქცია მე ჩემმა ფირმამ დააფინანსა. მე ვთვლი რომ სწორად მოვიქეცი, ჯერ ერთი როკს უნდა რაღაცნაირი ხელშეწყობა, მე მომწონს როკ მუსიკა. თბილისში გაქვს ერთადერთი როკ კლუბი, სადაც ამ მიმართულებას, რომელიც არ არის კომერციული და რომელსაც ჩვენი შოუ-ბიზნესი არ წყალობს, აქვს ერთადერთი საშუალება, რომ გამოვიდნენ, დაუკრან, გამოხატონ თავისი შინაგანი ბუნება, რაც აქვს და არა მარტო დაუკრან, მხატვრები გამოდიან, პოეზიის საღამოებია, ძალიან ლამაზი, ასე ვთქვათ, ადგილია ეს როკ კლუბი და ის რომ ამ კლუბის ხელმძღვანელს პირადად ეკას, ასე ვთქვათ, შეეცადნენ, რომ შეეზღუდათ მისი უფლებები, თავისუფლება, გაეხადათ ის ვიღაცის აგენტი, რაღაცის აგენტი, ჩამშვები. ჩვენ შევასრულეთ ჩვენ სიმღერებს, გრანჟ ჯგუფი ვართ და ჩვენი სიმღერებით გვინდა ხარში დაუდგეთ ამ აქციას, რომ ანუ აღარ იყოს ჩვენ ქვეყანაში ძალადობა. ჩვენს ერთ-ერთი მონაწილეები ვართ, ჯგუფი ჯორჯიანსი და რავი, პროტესტს გამოვხატავთ ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგ. გამოშვების ბოლოს კი სპორტის ახალი ამბები. გუდაურში სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი გაიმართა. ქართულმა კურორტმა 18 ქვეყნის 100-მდე მონაწილეს უმასპინძლა. ამ სახის შეჯიბრის საქართველოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ორდღიანი ტურნირის საორგანიზაციო საკითხებით კმაყოფილები დარჩნენ, რის გამოც მომავალში შესაძლებელია გუდაურმა ევროპის თასსაც უმასპინძლოს. გუდაურის Snow Race Open-ის გამარჯვებული გიგანტურ სლალომში ვაჟებიდან სლოვენიერი კოსირ ზანი გახდა, ქალებიდან კი მისივე თანამემამულე გლურია კოტნიგმე. გამარჯვებულები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დააჯილდოვა. ასევე ჩატარდა მოყვარულთა ტურნირი, რომელშიც ქართველი ლევან ერგემიძე გახდა გამარჯვებული. მოყვარულ სპორტსმენს ფულად ჯილდო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გადასცემს.
ძალიან მიხარია, რომ ეს ისტორიული ტურნირი საქართველოში შედგა. ამაყივა, რომ ორგანიზებაში მეც მივიღე მონაწილეობა და ჩემი წვლილი შევიტანე. უდავოს განვითარების ფონდმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო. თქვენთან უყურებთ, როგორი ორგანიზება არის, ამდენი უცხოელი არის ჩამოვიდნენ. ანუ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი სპორტსმენებით, რომელიც კაი შედეგი ანახეს სამძლიერ სპორტსმენებთან. თქვენ თვითონ უყურებთ, თუ რა სილამაზეა და როგორი მაღალი დონის არის ეს ტურნირი ჩატარებული და შემდგომისთვის იგეგმება გუდაურში გაიმართოს კროსი, სხვადასხვა სახეობები, ევროპის თასი, მსოფლიო თასი და მუშაობთ ამ საკითხებზე. ძალიან ლამაზი მთებია, თოვლიც უმაღლესი ხარისხის არის. ძლიერი კონკურენტები მყავდა და მოხარული ვარ, რომ გავიმართო. რთული ტრასა იყო, პროფესიონალი კონკურენტები ასპარეზობდნენ. არ ველოდი გამარჯვებას, ბედნიერი ვარ. იყვნენ ქართველები და ასევე უკრაინიდან, გერმანიიდან, სხვადასხვა ქვეყნებიდან დაახლოებით 30-40 მონაწილე იყო და კონკურენცია იყო.